სტუდიარვიდან ვაგრძელებთ გადაცემას კრიტიკულას წინა გადაცემაზეც მოგახსენეთ რომ დღეს გიორგი ლომია ვერ იქნება და მაგ გთხოვა მე და გიორგი ფოფხაძეს რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა ეს გადაცემა ასე რომ მივესალმებთ ვინც ახლა შემოგვიერთდა ხოლო ვინც გვიყურებდა კვლავ როგორც შეგპირდით ქვეყნის შიდა პრობლემებზე და ერთ-ერთ მთავარ საკითხზე, რაც ფასებთან დაკავშირებით არის, ამის შესახებ მე და გიორგი ვისაუბრეთ, ასევე შევეხეთ რამოდენიმე ესეთ მკვნეულ საკითხს თუ რატოა რომ ქართული პროდუქცია ვერ ხვდება იმ ქსელებში, ვერ ხვდება დახლზე, რა პრობლემაა, სახელმწიფო რას უნდა აკეთებდეს. ეხლა არანაკლებად მნიშვნელოვან საკითხებს გვინდა შევეხოთ, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, რომ გაეროში ადამიანის უფლებების შესახებ მიმდინარეობს ასე ვთქვათ შეკრება და სადაც წარმოდგენილი იქნებიან ჩვენი ხელისუფლებიდან საგარეო საქმეთა მინისტრი და რაც შეეხება ადამიანის უფლებების საკითხს ალბათ ჩათვალა ხელისუფლებამ რომ უკვე სანქცირებული მინისტრის მოადგილეა გაშვებული და ესეც საინტერესო განაცხადია რაც უკვე წინასწარ უკვე განწყობასაც გამოხატავს და ასევე გვინდა შევეხოთ მთლიანად კონტექსტში რა ხდება ვთქვათ დაოსის მიმართულებით, რატომ არის რომ ქვეყანა იზოლირებულია და პირდაპირ შედეგი ის რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ჩვენ პერიოდი იყო, როდესაც ერთ-ერთი წამყვანი ვიყავით და კავკასიაში პირველად ჩვენთან ჩამოდიოდნენ ხოლმე, იმიტომ რომ რეალურად ისინი ხედავდნენ რომ საქართველოს მართლაც ყველა იმ პარამეტრებში, რომელი პარამეტრებიც მაშინ შეიძლება ითქვას რომ აი აზომვისთვის იყო საჭირო, საქართველოს ყველაზე ახლოს იყო დასავლურ პარამეტრებთან და როცა ვლაპარაკობ დასავლურ პარამეტრებზე ანუ საუბარი იმაზეა რომ ადამიანის უფლება და ეს ადამიანის უფლება არის მთლიანად მოცული ყველაფერში აი სოციალური უფლება ადამიანის აი ეს რაც ვთქვათ იგივე ფასებზე ვილაპარაკეთ ანუ თავიდან ბოლომდე ჩვენ მაშინ ვიყავით წამყვანი ქვეყანა დღეს აზერბაიჯანშიც, სომხეთშიც ვიზიტი იქნება, ჩვენთან გამოტოვილი ვართ, ისევე როგორც ძალიან ბევრი საერთაშორისო პლატფორმიდან ვართ გამოტოვილი, იგივე თქვა დაოსიდან გამოტოვილი ვიყავით და რას ნიშნავს ეს დაახლოებით რას უნდა ველოდოთ, ჩვენ ალბათ ჩვენს მოსაზრებებს გაგიზიარებთ, ეს არ არის კიდევ გეუბნებით რომ ეს რაღაც ვერდიქტების გამოტანას არ ვფიქრობთ, ჩვენ უბრალოდ ხმამაღლა ვფიქრობთ და ხმამაღლა საუბრობთ იმ თემებზე, რომელიც თქვენთან ერთად გვინდა კი გამოვყვებით თქვათ ამ ლოგიკაში, სადღაც შეიძლება რაღაცა შევთანხმდებოდეთ, რაღაცაში არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ იმას, რომ რაღაც გარკვეული ლოგიკური ჯაჭვი ჩამოვაყალიბოთ და ამის მიხედვით დაახლოებითი პროგნოზირება შეიძლება პირდაპირ არ გამოვთქვათ, მაგრამ დაახლოებით ხვდებოდეთ იმას, რომ ქვეყანაში როგორ აისახება მერე ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაზე. რა ვიცი, გიორგი, რითი დავიწყოთ? რა ვიცი, დავიწყოთ დავოსით, იმიტომ რომ დავოსი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ჩვენ ამ დავოსზე აუცილებლად უნდა ყოფილიყავით. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ არც ოპოზიცია არავის არ მიუწევია, თუმცა დავოსში ჩვენ გვქონდა ხოლმე პრეცედენტები, როდესაც დავოსის იგივე ნაცების დროს და მიუნხენის კონფერენცია მოდის ახლა თებერვალში, მიუნხენის კონფერენციაზე გახსოვს, როდესაც ირაკლი ალასანია ყავდათ რამოდენიმეჯერ მიწვეული, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი, სალომე ზურაბიშვილი იყო რამოდენიმეჯერ როგორც ყოფილი მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი და ფრანგი დიპლომატი და ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი დავოსის კონფერენციაზე გახსოვს ალბათ შენ ახლა საქართველოსთან რატომღაც არავინ არ ყოფილა მიწვეული ოპოზიციიდან, მაგრამ რუსეთიდან მაგალითად ჩუბაისი ყავდათ ხოლმე ყოველთვის ეს არა ქვია და იავლინსკი და ჩუბაისი ჩადიოდნენ. იქნება მომავალ დავოსზე მაინც ჩვენმა ოპოზიციამ შეძლოს და მათ შორის ჩვენ შეიძლება შევძლოთ რომ დავოს დავესწროთ, იმიტომ რომ იქ არ არის მხოლოდ ლიბერალური ეს არა ქვია ხთა წარმოდგენილი დავოსი, რაც არ უნდა ვიძახოთ რომ იქ ლიბერალების ეს არის რატომ არა იქ კონსერვატორები ძალიან ბევრნი არიან და არ არის არანაირი პრობლემა, ხო, ისევე როგორც მიუნხენის კონფერენციაზე ჩვენთან. სხვათა შორის გოჩა ძალიან საინტერესო ახლა ვფიქრობდი, ჩვენთვის მიშას დროსაც კი რუსეთუმე არ დაუძახია არავის და რატო. ეს ამათმა შემოიტანეს, იმიტომ რომ როდესაც აი ზუსტად მაგაზე ვფიქრობდი, რომ ჩვენ ევროპაში ვიყავით და სოფლიო რუკაზე წარმოდგენილი ვიყავით ყველა პოლიტიკური და იდეოლოგიური მიმართულებით და იქ შენ არავინ არ გეუბნებოდა
იცოდნენ რომ ესენი არიან კონსერვატიული ჯგუფი. კაი რაღაცა იქ კონსერვატორებს გვეძახდნენ, ბრენლებს გვეძახდნენ ამას იმას, მაგრამ რაღაცა იარლიყი შენთვის არასოდეს ეს ამათმა დაიწყეს ამ იარლიყების მიწება და ეს მეინსტრიმული მედია ამათმა ააკეფეს, თორე ამ მეინსტრიმულ მედიას არასოდეს ტვინში არ მოუვიდოდა იმის თქმა, რომ ვიღაცისთვის რაღაცა რუსეთურმე დაეძახა, ხო? და კი ვხედავთ ახლა რომ ნახევარი ევროპა აღმოჩნდა რომ კონსერვატიულები არიან, ხო, ულტრამემარჯვენე კონსერვატორი ყავს ამას აქვე ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ხო, შორს არ მივდივარ. ამას ავსტრიას ორჯერ ყავდა თუ სამჯერ ულტრამემარჯვენე კონსერვატიული მთავრობა და ეხლაც ყველაზე ისეთი დემოკრატიის პირველი ამერიკის შეერთებულ შტატებში პირდაპირ არის მოსული კონსერვატორი, რომელიც მაგაზე მეტი კონსერვატორი ვინ არის, ხო? ამიტომ დავოსი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ იქ უნდა ყოფილიყავით აუცილებლად. სწორედ დავოსზე დადგა ის საკითხი, რომ რუსეთის ეს არ არის ამოგდება პულკიდან ამოვარდა, პრეფერენსულ თამაშობთ ხოლმე, პულკიდან ამოვარდა, არ არის ეს პულკიდან ამოვარდა, ეს არის იმის შედეგი, რაც იყო მიზეზი, ხო? ჩვენი სამყარო საერთოდ მიზეზშედეგობრიობაზეა ეს რა ქვია, აგებული ჩვენი სამგანზომილებიანი სამყარო, ჩვენ არ ვიცით ახლა 4 განზომილებიანში როგორ არის, მაგრამ სამგანზომილებიანში ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და თავისი შედეგი, ხო? და იმით რომ თუ რუსეთი ამას რაღაცაერად გამოასწორებს და დასრულდება და შესაძლებელია გადაიხედოსო რაღაცები, ანუ დავოსის შიდა მე ყოველთვის გასოცინა გადაცემას ჩვენ ვთქვი რომ ნელ-ნელობით რაღაცა 1-2 კვირის მერე როდესაც ანალიტიკური მედიები დაწერენ εμას რა ქვია თავის სტატიებს და ანალიტიკოსები უკვე დაიწყებენ იმ შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანას ფაქტებზე დამყარებულს იქ უკვე εμას რა ქვია ჩვენ ამ დავოსზე აუცილებლად ყოფილიყავით და რატო ზუსტად იქ დადგა საკითხი ზანგეზურის ემაზე რა ქვია დღეს გამოვიდა პრემიერი და თქვა რომ იქო ზანგეზურის გულისთვის ჩადიანო. ბიჭო, ზანგეზური ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენ იქ უნდა ყოფილიყავით. ზანგეზურზე უნდა ყოფილიყავით. აუცილებლად უნდა ყოფილიყავით. ჩვენთვის არის ერთ-ერთი თან, ეს ის კი არ არის რომ მარტო სოფლიოსთვის, ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, აი იქედან ჩვენ რა წამოვიღოთ, აი საბანი რომ გადააფარეს, ჩვენ რამხელაზე წამოვიღოთ და გადმოვიფაროთ ეს საბანი. აი ეს უნდა გაგაგვერკვიოთ, არადა გიორგი თითქოს ყოველ შემთხვევაში ამ შტაბეჭდილებას ტოვებს, ხო, რომ ივანიშვილი თითქოს სწორედ იმას ვაჭრობს, რომ ქართული შეიძლება ითქვას ინტერესის გამო აკეთებს ის იმას, რომ არ დაყვა თუ deep state ეძახის კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ არ დაყვა არავის და ამბობს, რომ ქართული ასე ინტერესს იცავს. თუ ქართული ინტერესი იცავს, პირველ რიგში უნდა გაინტერესებდეს, იმიტომ რომ ქართული ინტერესი დღეს არის სწორედ რომ ჩვენ რა ფუნქცია გვაქვს, ის რაც ისტორიულად ქონდა. ჩვენ ვართ არა მარტო კულტურული, ეკონომიკური, ყველანაირი გზაჯვარედინი და ეს არის ჩვენი ფუნქციაც, ჩვენი ამოცანაც და ჩვენი სარგებელიც, ჩვენი ფასიც. და როცა შენ ამ სიტუაციიდან ვარდები, ხო ხა მე კიდევ ამბობ, კიდევ ვიტოვებ იმ იმედს, რომ თვითონ გეოგრაფიული მდგომარეობა არ ამოგაგდებს და რაღაცა მომენტში მაინც მოგვიწევს ჩაჯდომა, მაგრამ სრულ იმედებს, ნუ ჩვენც ნუ დავთესავთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ 21 საუკუნეში, როდესაც ეს გზაჯვარედინები ჰაი ტექნოლოგიების ეპოქაში ამ გზაჯვარედინებმა ზოგიერთმა გზაჯვარედინმა ფაქტიურად დაკარგა თავისი ესა რა ქვია ფუნქცია, იმიტომ რომ სხვა გადაადგილების საშუალებები წარმოიქმნა, სხვა კომუნიკაციების საშუალებები წარმოიქმნა. ჩვენ ამაში უნდა ვიყოთ ჩართული. ბიჭო, როდესაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, როდესაც ევროკავშირის ქვეყნები, ანუ ევროპა, ძირძველი ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები რაღაცებზე ვერ თანხმდებიან და ევროპამ დაიწყო თავისი უსაფრთხოების კოლგის შექმნა. ჩვენ სად ვართ ამ დროს? მესმის, იმიტომ რომ როცა უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი, ხო, ისეთი ტიპის ქვეყანა, როგორიც საქართველოა, თავისი ტერიტორიით, თავისი მოსახლეობით, თავისი ეკონომიკით, მას აუცილებლად რაღაც გარკვეული გარანტიები ჭირდება. და რა თქმა უნდა, შენ წარმოიდგინე
გიორგი ერთსაც ვიტყვი უყურე რატომღაც ინერციით აი ეს ჩვენ რო პროდასავლური რო ვთქვით რომელსაც რატომღაც ესე დაარქვეს ხო ის მედია საშუალებები ნახეთ ჯერ კიდევ ინერციას მიყვებიან და ჯერ კიდევ ინერციიდან გამომდინარე და სხვათა შორის მე ვფიქრობ რომ თანდათანობით რაღაცების მიხვედრა დაიწყეს ვფიქრობ რომ აქეთკენაც გადადგავენ რაღაც გარკვეულ ნაბიჯებს და ინერციას მიყვებენ და ნახეთ როგორი ნარატივი მოდის რომ ქართული ოცნება რუსული ფრთის ქვეშ თამაშობს. არც ეს არ არის რეალობაში, იმიტომ რომ რუსეთის ფრთის ქვეშ კი არ თამაშობს. პირდაპირ თქვი, რომ რადგანაც ეს ქვეყანა დემოკრატიული არ არის, აქედან გამომდინარე ხდება ის უფრო მეტი ასე ვთქვათ ყურადღების ცენტრში და უფრო მეტი საშუალება ეძლევა რუსეთს, რომ შენი უსაფრთხოების და უცველობის გამო ის შეიძლება ადვილად შეგისრუტოს და მან თავისი ინტერესი უფრო ადვილად განახორციელოს. და არა ის რომ შენ ამათ ხომ რუსებთანაც დალაგებული არ აქვს სინამდვილეში არაფერი. ხოჭა პრობლემა ის არის რომ ამათ ზუსტად მაგაშია პრობლემა ამათ რუსებთანაც დალაგებული არავისთან დალაგებული არა აქვს. კი, ამიტომ სრული იზოლაციაა სინამდვილეში. ეს არის სრული იზოლაცია, ერთადერთი აღმოსავლეთის მიმართულებით არის და გაურკვეველი ისიც, იმიტომ რომ არაბები რასაკვირველია მოთამაშეები არიან. რასაკვირველია ის პლატფორმა, თუნდაც ის რომ უკრაინის და რუსეთის ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციები აბუ-დაბიში ხვდებიან ერთმანეთს, ნიშნავს რომ რასაკვირველია ისინი ჩართულები არიან თამაში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმ უსაფრთხოებაზე, რომელსაც შელაპარაკობ, იმიტომ რომ ჩვენ რომელიმე მხარეში აღმოჩენა ჩვენთვის დამღუპველია. გოჩა, რასაც ახლა აბუ-დაბი აკეთებს, ჩვენ შეგვეძლო ეს პლატფორმა ჩვენთან გაგვეკეთებინა და ეს ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. ამის რეალური შანსები იყო ყველანაირი. რა თქმა უნდა. საფუძვლებიც იყო კონფლიქტური სიტუაციიდან გამომდინარე, იგივე თუნდაც რუსეთთან ჩვენი კონფლიქტური სიტუაციიდან გამომდინარე, სომხეთ-აზერბაიჯანის სიტუაციაში საქართველოს ყოველთვის გარკვეულწილად თამაშობდა იმ პლატფორმის ადგილს, სადაც ისინი ამოვარდით ამ ყველაფრიდან. და თანაც სავსებით გეთანხმები, უყურე, რატომღაც, როდესაც მიდის ხოლმე ასევე ინერციით საუბარი, აი შენ თქვი და ჩვენ ამაზე ხშირად ვლაპარაკობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ინტერესებიც კი რაღაცა ნაწილში ერთმანეთს არ ემთხოვა და ეს ძალიან ბუნებრივი რამეა. იმიტომ რომ როდესაც დანიის პრემიერს მისწერა წერილი, ეს ხომ არ არის მარტო დანიის პრემიერისადმი, ეს არის უყველა, ანუ დღეს ჩვენც რახან ვიგებთ, ხო ეს ხო არ არის საიდუმლო მიმოწერა. იქ ტრამპი ამბობს მარტივად, რადგანაც თქვენ ხო ამ ნორვეგიას მიმართავს რა ქვია ნორვეგიასაც თქვენ ანუ არ მომეცით მე ნობელის პრემია არ მომეცით რა ნობელის პრემია გამოდის რომ შვიდობის საკითხი 8 კონფლიქტი გავაჩერი ამბობს ის ანუ გამოდის რომ კონფლიქტური სიტუაცია შვიდობის ეს პაკეტი არ გამოვიდა აქედან გამომდინარე ის პირდაპირ ამბობს თან ისიც არ ჭირდება რა ქვია გამოვიცნოთ ჩინეთისა და რუსეთის გაძლიერება ჩემთვის სახიფათოა და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ გრენლანდიის საკითხი უნდა გადავწყვიტო ისე როგორც ჩემს უსაფრთხოებას ეხება და თქვენსაზე იფიქრეთ იმიტომ რომ რეალობაში მე ვთქვი რომ ყველაზე ადვილად მეგონა რომ ამომს მოვაგვარებდი იმიტომ რომ მეგონა რომ მისი უკრაინის და რუსეთის ომს რამოდენიმე დღეში მოვაგვარებ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე და ვფიქრობდი რომ ჩემი მოკავშირეები მათ შორის ევროპელები დამიჭერდნენ მხარს იმაში, იმიტომ რომ ის თulis რომ ჩვენ ნატოს წევრები ვართ და ნატოს წევრები ვამარაგებთ რა უკრაინას, თუ კი შევთანხმდებით რაღაც გარკვეულ საკითხებზე, მაშინ გამოდის რომ ომი მორჩება. ევროპა თქვენ აგრძელებთ, ხო? ამას რა ქვია, უკრაინასთან ერთად საომარი მდგომარეობის გაგრძელებას სურთ. მაშინ კი ბატონო, მე მოკიდით იარაღს. იარაღს აღარ მოგცემთ. მოკიდით რაღაცა ნაწილს მე თვითონ მჭირდება. ანუ სინამდვილეში შტატები და ვიღაცას გონია რომ რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ერთად არა ეს არის დაძაბული ურთიერთობა 4 საათი მიდიოდა საუბარი გიორგი ჩვენ გამომდინარე იქიდან რომ გავლილი გვაქვს შეიძლება მასშტაბები პატარაა ხო როცა სახელმწიფოში საქართველოში ჩვენ ამას ვუყურებდით ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება რა პერიოდი რა დაჭირდათ დრო ამაზე შემდგომ რო გამოვიდნენ რა მოქმედებები გააკეთეს და უკვე ვხდებოდით დაახლოებით როგორ განვითარდებოდა სიტუაცია დღესდღეობით ადამიანებს რომლებსაც პრეტენზია აქვს კაცო ხელისუფლებაში ზოგის ყოფნაში არიან და ზოგიც მოსვლას აპირებს ისევ ინერციები და შაბლონებით აზროვნებენ ურთულესი სიტუაცია იყო ურთულესი ვერ შეთანხმდნენ ამ სიტუაციას ეს იმას ნიშნავს რომ ერთმანეთს თანო ეს ორი ატომური ის არის რა ქვია სახელმწიფო რომელსაც ღმერთმა დაიფაროს და მათ შორის მოხდეს დაპირისპირება ისინი ორივენი ცდილობენ რომ აქამდე სიტუაცია
სიტუაცია არ მივიდეს. ანუ რეალურად კიდევ ერთი კვირის მერე იქნება ზუსტი დრო არ არის ნათქვამი. სინამდვილეში ყველაზე რთული საკითხი არანაკლებია ირანის, მაგრამ ყველაზე რთული საკითხი მაინც ეს არის რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა. რუსეთი, ჩინეთი, ამერიკა სამი ატომური სახელმწიფო აზომებს ვიღმაროთ კუნთებს ერთმანეთს. ჭუჭუს აზომებს ერთმანეთს. ხო, არის სინამდვილეში ეს არის. სადაც ევროპა, ხო, ჩემი მოკავშირე თუ ხარ, ხო, ამერიკის შეერთებულ შტატებს, კიდევ გეუბნები, აქვს საკმაოდ ისეთი პრეტენზია. თუ ჩემი მოკავშირე ხარ, თუ მთელი ასე ვთქვათ, შენი სამხედრო პოლიტიკა დგას ჩემ შეიარაღებაზე, მაშინ კეთილი ინებე და მე ვთვლი, რომ საფრთხეები დღეს უკრაინის საფრთხე ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჩემთვის უფრო დიდი საფრთხეა ჩინეთის საფრთხე და ჩინეთის საფრთხე და რუსეთის ერთობლიობაში ეს უკვე უფრო დიდი საფრთხეა და ამიტომ მე ვცდილობ იმას რომ იმ ოქროს გუმბათზე როცა მედის ლაპარაკი ხო რა იგულისხმება არის ეს ქიმერა რეალობაშია არის ის რომ რეალურად ხედავ რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნიან თუმცა არა ისეც რომ ირანში როდესაც მე რაღაცას ვწყვეტ ხო რასაკვირველია რუსეთთან გარკვეული შეთანხმებები არის შემთხვევითი ხომ არ იყო რომ ისა ჰამასის სახელმწიფოს ის რა ქვია შეხვედრა ქონდა ჯერ იმასთან რა ქვია ჰამასთან და მე შეხვდა იმას ვითკობს ანუ რეალურად აჩვენა რომ გინდა უკრაინა იმისი რა ქვია ჩემი საკითხის მოგვარება ეს საკითხი მარტო ამას არ ეხება რა ხდება იმაში რა ქვია ისრაელი პალესტინის იმაში რა ქვია მდგომარეობაში ანუ რეალურად კომპლექსურად უყურებს პუტინი ამ შემთხვევაში და კომპლექსურადაც მიდის გადაწყვეტა ამ საკითხების ასე რომ ევროპა ვიღაცემა ჩამოწერეს კაცო ევროპაზე ისე ლაპარაკობენ გაგეცინება ევროპა უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებს შეიძლება ჰქონდეს იმისი თავის თავს უფლებას აძლევდეს ისიც არა შეურაცხყოფით მაგრამ ყოველ შემთხვევაში მისი ეკონომიკიდან და სამხედრო ძლიერებიდან გამომდინარე დაახლოებით ის ტონალობა ჰქონდეს რომელიც მას აქვს რუსეთსაც შეიძლება ჰქონდეს თუმცა მარტო ერთი საფრანგეთი აღარ ვლაპარაკობ გერმანიაზე რუსეთის ეკონომიკასთან თუ დაატოლებ შეიძლება ითქვას თითქმის თანაბრები არიან და უსწრებს კიდევაც საფრანგეთს და მთელი გაერთიანებული ევროპის შემთხვევაში რუსეთი კაიხანი ვერ დაეწევა მას ხა ჩვენი დამოკიდებულებაც ევროპის მიმართ ისეთი გახდა ნუ არ ვიცი ახლა ხანდახან ვფიქრობ რომ არ ვიცი შეიძლება რაღაცა საიდუმლო იარაღი გვაქვს რომელიც ჯერ არ უთქვიათ და რომლითაც შეგვიძლია მთელი მსოფლიო ასე ვთქვა დავაშანტაჟოთ არ ვიცი რა არგუმენტები აქვს იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეურაცხყოფას აყენებენ ევროპას შეურაცხყოფას აყენებენ რუსეთთანაც რაღაცა საყვედურის ტონალობაც გაისმა რომ რაღაცა იმასთან მადუროსთან თლად კარგად ვერ მოიქცნენ იქ თურმე სირიასთან თლად ისე ვერ მოქცეულან და უკვე რუსეთს საყვედურობენ რომ შენ რაღაცა რა მოხდეს ესე იგი ჩვენც გაგვწი რა დაახლოებით ეს ტონალობაა მათ იმაში ხო და საერთოდ კიდევ ამბობ სადამდე მიდიან როდესაც აი ელემენტარული რამეა ამაზე მაინც ხო უნდა კონდეს რეაქცია რომ სომხეთში და აზერბაიჯანში ჩადის ამერიკის შეერთებული შტატების ჯიდი ვენსი რომელიც არის ჩათვალე საგარეო ურთიერთობების პირველი პირი და ამ დროს საქართველოს საერთოდ ამოვარდნელია ხო უნდა გაგიჩნდეს რაღაცა შფოთვისაგანი და არ კმარა ამისთვის დებატებს დავიწყებ ტელევიზიაში ამის თქმა ხო ელემენტარულ რაღაცებზე ხო ხა იმაში რა ქვია სანამ ჩვენ დავიწყებდით გადაცემას დათუ ამბობდა იმაზე რომ დიდი იმედი მქონდაო რომ შეწყალებას მაინც გააკეთებდა ლუკაშენკო მიხვდა ამას კაცო და ლუკაშენკო ამას მიხვდა მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ ჩვენზე ბევრად დიდი ეკონომიკის ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყანა და გეოგრაფიულადაც არანაკლებად უკეთეს მდგომარეობაში ერთის მხრივ იმიტომ რომ პირდაპირ ევროპის და რუსეთის მოსაზღვრეა ხო და შენ რო ამდენს ვერ ხვდები შეკაიდამენ და ასეთი საფრთხეების ქვეშ ქვეყანას აყენებ თავსაც იყენებ ბელორუსიაზე ტრაქტორები დაპყრო ევროპის ბაზარზე შეტანილია ბელორუს რა თქმა უნდა დაპყრობილი ყავს ფაქტიურად ექსკლუზიური იაფასიანი ბელორუსის ტრაქტორები სოფლის მეურნეობა გადატენილია ევროპული ეზარად და რძის წარმოებაში რომ არა მისი ასე ვთქვათ რუსეთთან პოლიტიკა შენ წარმოიდგინე სერიოზულ პრობლემებსაც ქმნიდა იმიტომ რომ ერთ-ერთი დიდი ჰაბია რძის წარმოების ხო ასე რომ ეს ქვეყანაა რომელსაც რძის კარტოფილის რა ვიყვა ყველაფრის კაცო რას ლაპარაკობ
და თანაც როგორ არის იცი შენ როცა საზღვარზე ხარ რუსეთის და ევროპის ხო საუკეთესო ეს დაახლოებით აჭარის ვარიანტია ჩვენს იმაში რომ წარმოიდგინო თურქეთთან აჭარა რითი გამდიდრდა აჭარა ფეხზე რითი დადგა ხო და დადგა იმითი რომ მთელი ასე ვთქვათ საქართველოში რაც კი რამე იყო და არა მარტო საქართველოში იმაში რა ქვია სომხეთში ყველაფერი გადიოდა აჭარაზე და იყო მებაჟე ხო ფაქტიურად სადაც აი ამითი იმას ბელორუს დაახლოებით ეგ ვარიანტი აქვს იმაში რა ქვია რუსეთსა და იმას შორის ევროპას შორის ხო შვენერ ადგილზე ჩვენ ვერ ვიყენებთ ამ ადგილს ჩვენ გამოვიყენეთ ოღონდ როგორ გამოვიყენეთ ხო გიორგი გამოვიყენეთ იმაში რომ იმითი შავი ბიზნესით იმასთან ყულების სპორტში რუსული ის გაგვეტარებინა თანაც იმ რაოდენობით რომელიც აჰა 10 ოჯახს ყოფნის ეს ისე თურქეთივით მაინც გაგეკეთებინა თურქეთი აბა ვის იმას კიდიდა თურქეთს არც ნავთობი აქვს და არც გაზი მაგრამ ვისაც კიდიდა რუსეთისაც კიდიდა გახსოვს ივაჭრა პირდაპირ F-35-ები მომეცით თუ გინდათ რომ რუსეთთან ბლოკადა შეუერთდე რატო იმიტომ რომ ჩემს გვერდზე მეზობელია მე შეერაღება მაინც უნდა მქონდეს ისეთი რომ ხვალ კონფლიქტში რო აღმოჩნდე რაღაც გარკვეული ანუ პირველ ნაბიჯზე იყო ლაპარაკი თორემ მე არ მგონია რომ მარტო ამაზე წასულიყო თურქეთი ჩვენ ხო არაფერზე არავისთან არ ვაჭრობთ ჩვენ ვაჭრობთ ერთადერთი ხო ჩვენ ვაჭრობთ ერთადერთი რომ ბიძინა ივანიშვილის ის ფული რომელიც დაიკარგა და რომელიც იმ რაღაცა დაწყევლილმა შვეიცარიის ბანკმა გააჩერა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ თვითონ რასაც ამბობს ივანიშვილი რომ ამერიკელებმა გაუჩერეს deep state-მა გაუჩერა ეს ფული ამაზე ვაჭრობთ აი ამ ფულის გამო ყველაფერთან შევედით წინააღმდეგობაში ხო ეხლა გინდა პროევროპელი დამიძახე გინდა პრორუსი დამიძახე რეალურად ვუყურებ რომ ქვეყანა სინამდვილეში ქვეყანა ვაჭრობ ამ შემთხვევაში სწორედ ამ სათამაშო მაგიდაზე ხო ჩვენ მაგიდაზეც არა ვართ პულკიდან კი არა მაგიდაზე აღარა ვართ უკვე მაგიდის კიდესთანაც არა ვართ ახლოსაც აღარა ვართ აი ამაზეა მთელი პრობლემა ამაში გავუძლებთ ამას აი მე ვეუბნები იმას ოცნების იმათ რა ქვია სხვათა შორის აი ადამიანებს რომლებიც ოცნებას უჭერენ მხარს აი თქვენს ლიდერთან ერთად ჩვენც რო დაგიდგეთ კაცო გვერდზე თავიდანები აღარა ვართ ოპოზიცია გაუძლებ ამ ხელა იმას წნეხს და შეძლებ და ქვეყანათან იმაზეა ლაპარაკი კაცო ქვეყნის გადარჩენაზეა საუბარი მის ეკონომიკის გადარჩენაზეა საუბარი ხო რეალურად მართლაც იმისი არ იყოს მაშინ რო გადიხარ უკვე ქუჩაში ხედავ რომ მიგრაცია იმდენად უარყოფით იმაში გვა გადასული რომ ფაქტობრივად ეს ქვეყანა მიწაც რო დაიტოვო ვისთვის ტოვებ მე საბოლოო ჯამში გამრავლები ჩვენ ვერ ეკონომიურად მხოლოდ 10%-ია რომელსაც საშუალო დონეზე ცხოვრება ნორმალური საშუალო დონის ცხოვრება შეუძლია დანარჩენი ადამიანების უდიდესი ნაწილი ვართ სიღარიბის ზღვართან მისულები ხო აი ჯერ არ გადამიბიჯებია მაგრამ ხვალდაზე შეიძლება ვერ შევძლო აი ბანკთან იმის რა ქვია იმის გადახდა და უკვე ჩათვალე რომ მინუსებში წავედი ხო აი ასე არის ძალიან დიდი ნაწილი იმის რა ქვია მოსახლეობის სხვათა შორის ერთმა გააჟღერა მხოლოდ ბიზნესმენებიდან მარტო პაპაშვილმა რომ იქნებო ამ იმაზე როცა მიდისო საუბარიო ფასების დაწევაზეო ბანკების იმისთვისაც გადაგვეხედაო რომ იქნებ მათაცო თავიანთი პროცენტი დაარეგულირონ და შესაბამისი გახადონ იმისთვის რომ ბიზნესი განვითარდესო აი ეს გვაქვს სურათი და ამ დროს ამ იმაში რა ქვია ჩვენი გინდა ერთი მხარე ხელისუფლებიდან პროპაგანდის და გინდა მეორე მისი საწინააღმდეგო აი ეს ლიბერალურ სლოვეძახით ის მხარე ძველი იმითი რა ქვია ძველი შაბლონებით ხო მოქმედებენ შაბლონებში არიან ჯერ კიდევ აი უკრაინა რომ მოიგებს და ეს ბიჭო გაანები რა რაღაც მოგება წაგებაზე აღარ ლაპარაკობენ ორივე მხარე უკვე იმაზე ლაპარაკობს რომ რამენაირად ღირსეულად როგორ შევძლებთ რომ გამოვიდეთ რომ არც ერთმა და არც მეორე მხარე მართვას რომ ნუ დავიქეცი წავაგე და რაღაც გარკვეულ წილად ყოველ შემთხვევაში მორიგების ფორმა იქნება არა ის რომ ვიღაცა მოიგო წააგო არამედ მორიგდნენ ამაზე მიდის ლაპარაკი თუ ეს შევძელით იმიტომ რომ ირანში დაოსი შეიძლება ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა ესე პირდაპირ მაგრამ ჩანს ერთი რამე სამხედრო იმას კიდევ ამბობ იმის მიხედვით უნდა მიხვდე რას აკეთებს როდესაც ავიამზიდი ნელ-ნელა უახლოვდება და ემზადება იმისთვის რომ რამე რო იყოს დარტყმასაც გააკეთებს და ალბათ შეთანხმება არა მარტო უკრაინაზე იქნება არამედ ირანთანაც მიმართებაში იქნება იმიტომ რომ ყველა ვხვდებით იმას რომ პალესტინა
მარტო ისრაელთან დაპირისპირებაში, ისევე როგორც უკრაინა მარტო რუსეთთან დაპირისპირებაში, რასაკვირველია ვერ შეძლებს ეს დაპირისპირება ძალიან მალე დამთავრდება. ანუ რეალურად დახმარებას ღებულობს ორივე გარეთა, ასე ვთქვათ, გავლენიანი სახელმწიფოებიდან და ამიტომ არის რომ ვთქვათ ეს კონფლიქტი გრძელდება. ანუ ამები შეთანხმება აბუდაბიში ეს შეხვედრები მარტო ამიტომ არის საინტერესო რომ ირანის კონფლიქტის მერე წამოიჭრა აბუდაბის საკითხი. კიდევ ვამბობ, ჩვენ ამიტომ შეგვეძლო რომ ეს პანელი გადმოგვეტანა ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ შეგვეძლო ირანის სამეზობლო მაშინ ჩაგვეყო ცხვირი და იქედანაც წამოგვეღო ის რა ქვია საბნის რაღაცა ყური, რომელიც ჩვენთვის იქნებოდა მომგებიანი და არ გავაკეთე. მაშინ რა ქვია გაეროში გაუშვით დასანქცირებული კაცი ხო სილას ვარტყავთ აი ეს ხელთათამაშრომელ დუელში აი ამას ვაკეთებ სილას ვარტყავთ ვის გაცოთ ანუ ამ იმ დასავლეთს ურტყავთ სილას რომლისგანაც უნდა ველოდოთ ხვალდაზე რაღაცას რა ელემენტარულად როცა აი ყველაფერსო თავი დავანებოდა სილა არ გავარტყათ როდესაც შენ აი ამ ხელა ემაზე რა ქვია ფორუმზე აგზავნი დასანქცირებულ ადამიანს ელემენტარულად მას არავინ არ დაელაპარაკება გოჩა ძალიანაც რომ უნდოდეს რომ აი რაღაცა ის იყო ზუსტად ის მომლაპარაკებელი საქმის მიმტანი და მომტანი ამბის მიმტანი და მომტანი ემასთან რა ქვია დასავლეთსა და ხელისუფლებას შორის არ გააკეთებენ იმიტომ რომ ის დასანქცირებული ადამიანია всё აქ მორჩა დამთავრდა დასრულდა ამას ან ვერ ხვდებიან ან არ ხვდებიან ხო არ ვიცი ხა გიორგი რასაც შენ ამბობ ანუ მე უფრო ვფიქრობ რომ ეს უკვე პოზიციაა ეს ის კი არ არის რომ ვერ ხვდება და ჭკუა სუსტია არამედ ეს უკვე პოზიციაა რომ მე ამას ხო ეს პოზიცია ახლა კიდევ ამბობ არ არიან ახლა ასე თუ ისე იმ ადამიანებს ვიცნობთ ხო ახლა მე ბიძინას არ ვიცნობ მაგრამ ახლა ყობახიძესაც კარგად ვიცნობ დინარაძესაც ისინი ჭკუა სუსტი ადამიანები არ არიან ისინი ამას აკეთებენ ეს მამუკა არ არის ჭკუა სუსტი ეს დემონსტრირებაა ხო ეს ელემენტი დემონსტრაციულად აკეთებენ ამას მაგრამ ამ დემონსტრაციული ქმედების მერე იმისი არ იყოს ლილი პუტინს ეძახდა კაცო იმას რა ქვია სააკაშვილი მაგრამ ბოლოს მე ვიყიდ აგვისტოს ომი ხო სადაც ლილი პუტინი ვინ იყო მერე გამოჩნდა აქ იმაზე კი არის შენ რა განწყობა გაქვს აქ საუბარი იმაზე რა შეგიძლია შენ იმას სილას რო არტყავ მე რას მივიღებ კაცო ისეთი პანჩური შეიძლება მივიღოთ და თვითონ მიიღებენ კი ქვეყანა ღებულობს აქ პრობლემა ამაშია ქვეყანა მიიღებს კაცო ქვეყანა მიიღებს თორე ხა მე იმაზე თავრობა მიდის და მოდის ნებისმიერი მთავრობა მიდის და ნებისმიერი მთავრობა მოდის უცვლელი არავინ არ არის კაცო ესა ქართული ოცნება კი არა ალექსანდრე მაკედონელის იმპერია დაეცა და ალექსანდრე მაკედონელი გარდაიცვალა აზია ლაპარაკი მაგრამ შენ ქვეყნის პოზიცია შენ რო წახვალ შენი ქვეყანა არ უნდა გაიყოლო უკან აი ამაში არის ეს რა ქვია პრობლემა რა შენ როცა დღეს გაქვს იმის საშუალება და იმისი მომენტი რომ შენ კარგად გამოიყენო შენი ქვეყნის სასარგებლო და ამას არაკეთებ და ამას არაკეთებ შეგნებულად იმიტომ რომ ვინ შენ ჩამოთვალე შეუგნებლები არ არიან ანუ რაღაცა შეგნებულად აკეთებენ და გავენ ამ ნაბიჯს ამაშია მავნებლობა და არა იმაში რომ ესა რა ქვია ზარქუას რო შეეშალოს პრობლემა არ არის ნინოცილოსაც რო შეეშალოს პრობლემა არ არის 33 ასობგირი და 15 იცის კაცო რაზეა ლაპარაკი მაგრამ როდესაც შენ ხარ მამუკა მდინარაძე როდესაც შენ ხარ ირაკლი კობახიძე როდესაც შენ ხარ შალვა პაპუაშვილი რომელსაც მე ვიცი და ვიცი მისი გონებრივი ესა რა ქვია და რაღაცა სისულელეებს ემაშობი რა ქვია ზაზა შათილიშვილის დონეზე ხარ დასული ანუ მავნებლურად აკეთებ ეს არის მავნებლობა და არა ეს ესა რა ქვია არ გააკეთო რაღაცა ეს შეცდომა მოგივიდეს გამოვიდნენ და ესო რა ქვია ზანგეზურის საკითხზე მიდის ლაპარაკიო იქო და ჩვენ იქ რა გვინდოდა სწორედ შენ გინდოდა იქ ყოფნა კაცო სწორედ შენ გინდოდა იქ ყოფნა აი ეგ რა მომენტია იცი გიორგი რომ ზუსტადაც რადგანაც მოსახლეობის დიდ ნაწილში სწორედ ეს რასაც შენ ამბობ აზრი გაჩნდა რომ როგორ კაცო ზანგეზურზე მიდის ლაპარაკი და რატო არა ვართ ეს რომ არ გაჩნდეს ამიტომ ასწრებს ხო შეტევა ყველაზე კარგი თავდაცვაა ამიტომ ამბობს რომ ჩვენ იქ რა გვინდოდა რომ ზანგეზურ სომეხი და
აზერბაიჯანი ელაპარაკება ერთმანეთს. ეხლაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან რო ჩამოდის ის ადამიანი, მეტად ჩამოდის რომ მათ გუში რო კონფლიქტი ქონდათ, დაჯდება და იქ უნდა გაარკვიოს და ჩვენთან არც კონფლიქტი არ არის. ჩვენთან საერთოდ ყველაფერი კარგად არის და აქედან გამომდინარე არ ჩამოდის. თითქოს ის რა ქვია იმის ჩამოსვლა ნიშნავს რომ ქვეყანაში ეხლა გახსოვს შენ ბუშის ჩამოსვლა რამხელა მნიშვნელობა ქონდა საქართველოსთვის. ეხლა ამას რო იტყვი ვიღაცა მიშა სააკაშვილმა ისიც გააკეთა რომ წააგო არჩევნები წავიდა და ამით ქვეყანას დაანახა რომ ცვლილება შესაძლებელია. პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა და ხელისუფლება რომელიც დღეს არის მოსული და რომელიც სრულიად სხვა განწყობით მოვიდა. მე იმასაც ვფიქრობ რომ ეხლა მე არა ვარ იმ ტიპის ადამიანი რომ ამბობენ რომ ივანიშვილი თავიდანვე თამაშობდა. ივანიშვილს თავიდანვე დემოკრატია კი არ უნდოდა. არამედ ეს ერთის მხრივ თუ კი შენ იმისი დაკნინება გინდა თავსაც იკნინებ, იმიტომ რომ დეგენერატი ხარ. რას ქვია, ვერაფერი ვერ დაინახე, კაცო. ასე როგორ მოგატყუეს, ხო? და ანუ ეს მოტყუება კაი რამე გონიათ, მოგვატყუეს, რო გატყუებენ არ არის, კაი რაღაც ესე იგი, რაღაცა არ ყოფნის, ხო? ანუ რეალურად სად შეიცვალა ის მომენტი, როდესაც გადაწყვიტა ივანიშვილმა რომ მორჩა, ის აწი ხელისუფლების გაშვებას ხელიდან აღარ აპირებდა. რაღაცა მომენტში დადგა. არ ვიცი რა მოიტანა ეს მისი კარდინალური შემოტრიალება 180 გრადუსით და 180 გრადუსით კიდევ ვინჩივის. საერთოდ ეხლა ისე საერთოდ ყველა მიმართულებით ჩაკეტილები ვართ, ხო? მე არ ვიცი, აი დასავლეთმა დაიწყო ნელ-ნელა, რასაც შენ ამბობ, უკვე თქვა თავისი თვითმყოფადობის და თავისი თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება, რაც ბუნებრივი მომენტია. ეს ხარჯებს გამოიწვევს. რასაკვირველია, იმიტომ რომ თუ აქამდე ის ხარჯები, რომელიც მიდიოდა სოციალურ საკითხებში, განათლებაში, ჯანდაცვაში, ეს ყველაფერი თავისუფალი იყო, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებდა იმ ფუნქციას, რომ დაცვის ფუნქცია მას უნდა იყო თავის თავზე. ნუ რადგანაც ამერიკის შეერთებული შტატებმა ჩათვალა, რომ თქვენ არ პარტნიორობთ ჩემთან, თქვენ გინდათ რომ გამოიყენოთ ჩემი იარაღი, გრენლანდიაზეც მეუნებით რომ წადი რაკეტები დააყენე, ოღონდ გრენლანდია დარჩება დანიას. ეს ამბობს არა, თუ მე უნდა დავაყენო რაკეტები, თუ მე უნდა დავიწყო აქ ყველაფრის გამოყენება, მაშინ კიდე გეუბნები, საკამათოა. ეს საკითხი ეს დაახლოებით იმას გავს. მე მყავდა ერთი მეგობარი, რომელიც მეუბნებოდა, კი, მაგრამ რუსეთს ამხელა ბუნებრივი რესურსები რო აქვს. რაოდენობითაც იმხელა არ არისო. რაღაცა უსამართლობა არ არისო, კაცო, რომ მთელი სოფლიოს ყველაზე დიდი ის არის, რა ქვია, ქვეყანა ამხელა მარაგებით და იქნება და სხვებს გადაუნაწილოს ტექნოლოგიურად უფრო განვითარებულებს. მესმის რომ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ეს აზრი, ხო? ეს დაახლოებით იგივეა. ჩემს მეზობელს ამხელა ფული აქვს, ვერც ხარჯავს, აგერ მშივრები არიან გარშემო. შეკა ადამიანო თუ არ იცი როგორ ჩადო ეს ფული და როგორ მოახმარო კიდე მეტიც რომ მოიგო და დანარჩენებიც კარგად ამყოფე მე მოგეხმარები ხო დაახლოებით ამას აკეთებს რა ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს რომ თუ მე უნდა დავხარჯო ფული თუ მე უნდა გავაკეთო ეს თავდაცვის სისტემა თან ევროპელები მეუნებით რომ მე შენ არ გიჯერებ იმიტომ რომ უკრაინის საკითხში არ გამომყევით იმიტომ რომ რეალურად მე მინდოდა რომ ეს გაჩერებულიყო პუტინთან იმაში ჩასვლა ალიასკაზე და ახლობით ეს ვარიანტი იყო ის ელოდა რომ რაღაცა ნაბიჯები გადაეძღვებოდა და ევროპამ ხარს დაუჭერდა მაგრამ ევროპამ ჩათვალა რომ ამ შემთხვევაში მათვისაც ალბათ შეიძლება ითქვას ღირსების საკითხი იყო გოჩა ძალიან საინტერესო საკითხი იყო დავოსში რაზეც ფრანგულმა მედიამ დაწერა რომ ფრანგები მუდამ აკრიტიკებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას ემაზე რომ ამერიკის შეერთებული შტატების იარაღი არის საუკეთესოდ ხო ანუ საბაზისო იარაღი ნატოს შეიარაღების არის ამერიკის შეერთებული შტატები და ფრანგები სულ მოთქვავდნენ იმაზე რომ აი ჩვენ იარაღის მწარმოებელი და გამყიდველი ქვეყანა ვარ და ეს ამერიკის შეერთებული შტატების დომინაცია ნატოში მის იარაღი ჩვენ რაღაცა მეორე და მესამე იმაზე პლანზე გვაყენებს ამ აი პირდაპირ უთხრა ემა რა ქვია ტრამპმა რომ შენ ხო ხარ კაცო მწარმოებელი მოდი დიფერენციაცია გავაკეთოთ ნატოში თქვენი შემოიტანეთ სულ მე ვარ ყველგან რატო უნდა იყოს ამერიკელი ჯარისკაცი ევროპაში მასკენი თქვენს და თქვენი იარაღი ფრანგებმა რა ქნეს ტირილი დაიწყეს ხო აი უყურე ამ დონეზე ეს რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები და ფრანგებიც და გერმანელებიც და ყველანი მორიგდებიან და ეს მიდის ესე ვთქვათ
რუსებს აქვს კაი გამოთქმა პერეცი აგივანიე კანატე ხო აი ბაგირს თავის ხაჩავენ კი ჩეულებრივი რამეა ხო გიორგი მით უმეტეს როცა ასეთი სიტუაცია ყველა თავისას თამაშობს ჩვენ სად ვართ ამ დროს ეხლა მე ვერავინ ვერ მეტყვის რომ შენ რა იციო მე თუ არ ვიცი ვინ იცის 26 წელია ევროსტრუქტურებში მუშაობ და დოკუმენტები რომ შემოდის გინდა საიდუმლო და გინდა ესობა მაგ იმისის რომ იმის შესაძლებლობა რომ წავიკითხო და მქონდეს იმაზე ცნობა და ვიცი ეს ყველაფერი ხო 26 წელიწადი ელემენტარულად უბრალოდ რო იარო ევროსტრუქტურებში მაინც ისწავლე უბრალოდ რო შედიოდე და გამოდიოდე ხო და ხა თანგულ მედიას შევალიან ჩემი კარიერა და ვიცი ეს ყველაფერი და იმიტომ გეუბნებით რომ ხალხო გამოფხიზდით და გამოიფხიკეთ ყურები რომ ის კი არ უნდა იძახო რომ ზანგეზურის ეს არის შენ იქ უნდა იყო შენ უნდა იყო მიუნხენში შენ უნდა იყო ევროკავშირში და იმის ძახილი რომ ესა რა ქვია ევროპელები მას კაცებს გაათხოვებენ არავის არ გაათხოვებს ევროკავშირის მოთხოვნები რომ გაგეკეთებინათ თქვენ, რასაც ევროკავშირი გთხოვდათ, დღეს სუსი არ იქნებოდა იმაში, რა ქვია, მაღაზიებში შევარდნენ. კი, ეთანხმები. და შენ გექნებოდა ზუსტად ის ფასები, რაც არის გერმანიაში და რაც არის საფრანგეთში. და რაც არის იმაში, რა ქვია, ჩეხეთის რესპუბლიკაში. კაცებს ათხოვებენ. რა ვის რა შეაინტერესებდა შენი კაცები არ გადამრევ თავისი ვერ გაუთხოვებ შენ 450 მილიონია ესა რა ქვია ევროკავშირის მოსახლეობა 3 მილიონი არის ქვეყნის კაცი ვისა ჯანდაბათ ხო არა ეს ხო ყველა ხვდებით რომ ელემენტარულად მაგრამ ჩვენ ყველა ხვდებით არ არის სინამდვილეში ამას ითხოვდა ევროკავშირი და მივიღეთ მე და შენ და გიორგი ამაზე ვლაპარაკობდით რომ ჩვენ რასაც თესავ ძალიან მალე მოვიმკეთ აგერ არის სუსი შეაგზავნეს ის კი არ გააკეთეს რომ მეო იმ ასოცირების ხელშეკრულება ავიღო და გადავფურცლო და გადავშალო და რას თხოვდნენ ისინიო სუსი შეუშვეს emashira აქედან მაინც ამომეღო და გამეკეთებინა ის რომ სწორედ ის ასოცირების ხელშეკრულება გეუბნება შენ და გასწავლის როგორ უნდა აიცილო თავიდან ეს კარტელური ესენი რა ქვია გარიგებები ჩვენ ხო ამაყი ხალხი ვართ გიორგი და გახსოვს რომ როგორ ესე გველაპარაკება როგორც სტუდენტებს ისა რა ქვია ლექტორი და ხე იმანაც მიცა ამის საფუძველი რომ არა ვართ ეგრე და არ არიან ჩვენზე წინ არა აქვთ ეს მესმის რომ კი ბატონო მე-12 საუკუნეში ვეფხვის ტყაოსანს წერდი და მე-4 საუკუნეში დამწერლობა და პირველი წიგნი გაქვს დაწერილი გავიგე მაგრამ დღეს ისინი იმ საკითხებში რომელი საკითხების დღეს ჭირდება ამაში ხო ჩვენზე კარგად აკეთებენ კაცო ჩვენზე კარგად ხო აქვს თავიანთი ცხოვრება მოწყობილი თავიანთი ჯანდაცვა თავიანთი სოციალური სფერო თავიანთი კულტურა ეს ყველაფერი ხომა აქვთ და აქედან გამომდინარე არავინ არ გეუბნება იმის არ იყოს სხვათა შორის საინტერესო იყო ვასალი და იმაზე იყო საუბარი შეიძლება მონა და იქაც ძალიან მე ვფიქრობ რომ შედარებები ძალიან ცუდი და ძალიან მკვეთრფერებშია ხო ანუ ამერიკის შეერთებული შტატები გეუბნება რომ ბიჭო თუ და ჩვეულებრივი რამეა მე შენ არც კულტურას მე შენ არც იმას რა ქვია შენ სისტემებს რაც შენთვის არ ვეხები შენ სუვერენიტეტსაც არ ვეხები არა არის საკითხები რომელშიც მე თუ არ მომყვები მაშინ კარგად იყავი შენით გააკეთე ჩვენ ხო ასეთ სისტემასთან უფრო უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით როდესაც ჩემს კულტურას ჩემს განათლებას ჩემს ჯანდაცვას თუ ამ იმ სისტემით ავაწყობთ რომელიც სისტემაც უფრო მეტ საშუალებებს გაძლევს უფრო მეტად გარანტირებულად კომფორტულს ხდის შენს მოსახლეობას ასეთ სივრცეში ყოფნა ჯობია თუ სადაც კითხვის ნიშნები უფრო მეტია იქაც მესმის რომ რაღაც გარკვეულწილად თქვა არის საუბარი რომ აი კი ბატონო ნაწილს აქვს რომ რუსეთთანაც ხედავ რუსეთმა თავისი ეკონომიკა ამოქაჩა ვიცი კაცო მეც ხედავ რომ რუსეთმა თავისი ეკონომიკის ამოქაჩვა დაიწყო და სხვათა შორის ტრამპსაც ამას აჩვენებს რომ ქვეყანას რომელშიც ის ხო როგორ უყურებს თუ კარგი ტიპი ხარ და კარგი იმსა ხარ რა ქვია მართველი ერთი შენი ხალხი როგორ ცხოვრობს შენთან რა მდგომარეობაში და ვენესუელაში რატო შევედი იმიტომ რომ ისე დაიქცა რომ ადამიანი რომელიც თავის სიცოცხლეს წირავს სხვის
სიცოცხლეს უფრო მეტად გაწირავს, კაცო და ეს ადამიანები ჩემს ქვეყანაში შემოდიან და ამიტომ მე მინდა რომ ჩემი ხალხი დავიცვა და იქ ისეთი ეკონომიკა, ასე ვთქვათ, მოვაწყო, რომ ის ადამიანები მათთვის ძვირფასი გახდეს სიცოცხლე. იმ ადამიანებს შემოსავალი კონდეთ, იმ ადამიანებს ნორმალური ცხოვრება კონდეთ. ხო, ამითი ავწევ, იმიტომ რომ ყველაზე თავარი რაც არის ნავთობი აქვს, რა ქვია და ამ რესურსის გამოყენებას ვერ ახერხებენ. და ამ ნავთობის გამო ვიყენებ. მე თვითონაც ვიყიდი, სხვასთანაც გავყიდი, მოპოვებასაც გავაკეთებ და ფულსაც მოგცემ, ოღონდ მე ჩემ წელს წავიღებ. ეს ძალიან ჩვეულებრივი მიდგომაა. ხო, ჩვენს ქვეყანას რა ჭირდება? ჩვენს ქვეყანას ჭირდება, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩემივე წარმოება ავამუშაო და ხშირად პრეტენზიებია ხოლმე, რომ აი ევროკავშირი რატო არ გვაძლევს ფულს იმაზე, რომ ჩვენ ეს და გაძლევს და რამდენი ფული ამაზე დახარჯული. ის გრანტების რო გელაპარაკობდით, ჩვენ საიდან არის ის ფულები? და სახელმწიფომ გამოყო იმათგან შემოსული ფულებია, რომლებიც გრანტები იყო, ვალიც არ იყო გრანტად მოგცეს. გრანტად მოგცეს კი. ხო, აი როდესაც ლაპარაკობენ რომ NGO-ებს აფინანსებდნენ და ეს გრანტები და მოვიძიე, არ დავიზარე და მოვიძიე. აღმოჩნდა რომ NGO-ებს და მედიას ის USAID და დანარჩენი დონორები მხოლოდ 10%-ით აემაშებოდნენ. დანარჩენი სახელმწიფო პროექტებში ემაშებოდა, მიდიოდა. გზების მოწყობა, სოფლის მეურნეობის ესენი პროექტები, 1000 პროექტები ქონდა, რომელიც 90% მიდიოდა სახელმწიფო დაფინანსება. დღემდე მედის ახლა საფრანგეთის საელჩო ხშირად ემოშება ხოლმე, ახლა მინდა არ მინდა საფრანგეთის საელჩოს იმებს მიგდებს, ხო? დღემდე არის რაღაცა პროექტები დარჩენილი, რომელსაც ფრანგები კიდევ აძლევენ ამ თანხებზე რაღაცებს, ხო? შემამაცხონებულო სახელმწიფოს გიყენებდა ფეხზე. და იქ ტალახი ჩააგდე იმ ჭაში, სადანაც წყალსვავდი. ასეთ რამეს არავინ არ აკეთებს. არავინ არ აკეთებს ესეთ რამეს. ხო არა, ხო, ამ შედეგს რასაკვირველია, ესენიც მოიმკიან, მაგრამ ჩვენც ვიმკით. აი ყველაზე რთული ეს არის, რომ ჩვენც ვიმკით რა. ხო, ეხლა გამოგძანდა კალაძე და ესო ლორა ტორტონიო ტყუილებს ილაპარაკებს. უკაცრავა და რატო ილაპარაკებს? შეიძლება ლორასთან არც მე არ იყო გადასარე ურთიერთობაში, ეს არა ქვია. იდეოლოგიურად ახლა მე ვარ მემარჯვენე, ლორა არის მემარცხენე. ელემენტარულად ვერ ჩვენი იდეოლოგიები აბსოლუტურად ვერ თანხმდებით რაღაცეებს შეულებრივი რამე. ხდება ერთმანეთისგან. მიუხედავად იმისა, რომ დათო მისი მეუღლე ძალიან კარგ ურთიერთობაში ვარ. რა სიტყვის ტყუილს? ქუჩაში დგომა აგრძალე? ხალხი ცემე და დააპატიმრე, ხალხი რაღაცა მოწამლე ბოლო რაღაცა გაზი გამოიყენე, რომელიც ვერ გაიგო ვერავინ რა არის. და თვითონაც ესერა და არიციან, კაცო, პროსტო ადგილზე გამოიყენეს რა. როგორი დამოკიდებულება იცი? ესენი დაიხოცნონ კიდევაც. ეს შეიძლება ადამიანმა ესე თქვას, გამწარებულმა ადამიანმა, მეორე გამწარებულ სახელმწიფო რო ხარ და ამას აკეთებ. აქ ამაზეა ლაპარაკი, ხო? და ამაზე რო გეუბნებენ ადამიანის უფლებები დაარღვე არ ირღვევა. მართლა იმის რა ქვია, არჩევნების გზით ხელისუფლებას ვერ ვცვლი. ამიტომ არტისტები, რეჟისორები, ავიცი, სოფლიო ბანი, სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით აკავს დაპატიმრებული სულ ყველა ესენი. და პოლიტიკური პარტიები ეხლა გამოუშვი ისევ თავიდან იჭერ და პოლიტიკურ პარტიებს გრძალავ. და ამას რომ იტყვიან ტყუილს ეტყვიანო, კაცო, ხო რას ამბობენ ტყუილს? კი, რატო ახლა როცა ჩვენი ოპოზიცია რომ ბიჭო მოგწონს არ მოგწონს ჩვენი ოპოზიცია არის ესე, ჩვენ ახლა ამას ვერ ემავს. ვერ შევცვლით, ეს რეალობა არის ესე. მაგრამ ამ რეალობის ოპოზიციიდანაც, როცა ამ რეალობის ოპოზიციის 10 ლიდერი დააპატიმრე და ამ 10 ლიდერს რაღაცა სულელური კომისიაზე არ მოსულა იყო ძირითადი თელოქია რაზეც დაიჭირეს. ეხლა ახალ რასაც იმაშვებიან, კაცო, ის საბავშვო ბაღია, რასაც ახლა იმაშვებიან. ეს არის აბსოლუტურად სისულელე, რომელსაც რითიც ახლა გიორგი ვაშაძეს და დანარჩენებს ჯაფარიძესაც უყოლას უყენებენ, ხო, რომ სხვა ქვეყნის იმას რა ქვია, აგენტობის იმას უყენებენ, მგონი საოცარ იმაში შევდივართ საერთოდ. რაღაცა აბსურდში შევდივართ, აბსურდის თეატრში, რომელიც აი ლუკაშენკოსაც არ გამოუყენებია. აი ერთადერთი ამის მაგალითი ირანია. აი ირანი ამბობს რომ ისინი ქუჩაში რო გამოდიოდნენ, ეგენი სულ ყველაო ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, აი დაახლოებით ამ იმაში ამბულაში გავდივართ. დავეციეთ და გაუსარეთ ირანს, ხო? ეხლა რა უნდა გააკეთოს? გინდა ლელომ
გინდა ემა რა ქვია ზურა გირჩმა, გინდა რომელიმე, როდესაც მან იცის რომ ხვალ შეიძლება დააპატიმრო და რაღაც აბსურდული ბრალდებით გაუშვა და მერე გამომბრძანდება ჩვენი ქალაქის მერი და იტყვის რომ ლორა ტორტონიო ტყუილს იტყვის იყო, რანაირად იტყვის ტყუილს გამაგებინე. რთულ დღეში ვართ ამ ხრივ გიორგი, ჩვენი დრო ნელ-ნელა ამოიწურა უკვე. ავიცი მე მგონი რაღაცებზე ისეთზე ვილაპარაკეთ რომ ჩვენს მაყურებელს ბატონი ამბობს რომ ახალგაზრდებიო არ გირეკავენო, მაგრამ ვიცი რომ ბევრი უყურებს. ჩვენც მას რა ქვია ვცდილობთ ერთ რამეს რომ აი ლოგიკურად ხმამაღლა ვფიქრობთ, ხმამაღლა მივდივართ რაღაცამდე და ჩვენ თავარი ამოცანა ეგ არის ადამიანები მიეჩვინენ ფიქრს, იმიტომ რომ არ თქვან ხვალ აი ვიღაცა მომატყუა და გონია კარგ რამეს ამბობს. ის თურმე წლების მანძილზე მატყუებდა, ის თურმე აგერ 10 წელია ვებრძვით ვიღაცას. არ არის ეს კარგი რამე, ვიფიქროთ რომ ჩვენც ესე იგი ნიშნავს რომ თუ ამდენი ხანი ვიღაც გვატყუილებდა, ჩვენი დანაშაულიც არის რაღაცაში, თავი არ უნდა მოვატყუილებინოთ ხო? თუ რაღაცას 10 წელია ვებრძვით და ვერ შევძელით და მაინც უწყვეტად გავაგრძელებ, ფორმა ამოსაძებნი რაღაც შესაძლებელია. ალბათ ამაზეც საფიქრელი გვაქვს რომ როგორ შევცვალოთ, იმიტომ რომ რეალურად ის ასე ვთქვათ, კონფიგურაცია, რომელიც დღეს არის დადებული, ხო, სადაც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც გარკვეულწილად საკმაოდ თანხმედრაში არიან და აწყობს კიდევაც ამ ხელისუფლებას ასეთი ოპოზიცია. მე იმას არ ვამბობ, რომ ოპოზიციას აწყობს ესეთი რამ, მაგრამ ოპოზიცია თავად, როცა თავის რაღაც კლიშეებში ჩაიკეტა, როდესაც მას არ სურს რომ გაზარდოს თავისი მომხრეების ნაწილი, როცა მას არ სურს რეალობა დადოს, არა მარტო მომხრეების. შეიძლება მოწინააღმდეგესთანაც, მაგრამ საერთო იპოვო იმაში რომ სისტემაა შესაძლებელი და ამ სისტემის შეცვლაზე საერთო გზების მონახვა. ბევრი რამე შეიძლება, რითაც შეიძლება მართლაც დავსხდით, იმიტომ რომ ქვეყანა თანდათანობით ჩიხში შედის და ხვალ შეიძლება დადგეს საკითხი რომ ეს ხელისუფლება არა, მაგრამ რა უნდა იყოს, შეიძლება ამასაც მოუმზადებლები აღმოჩნდეს საერთოდ. წივწივაძის წერილი გახსოვს გაიღვიძე გრიშაბიძე დეპოში ვართ, აი ზუსტად დეპოში ვართ უკვე ჩვენ და დეპოს არ გავწდეთ მე იმის მეშინია რომ დეპოს არ გავწდეთ. კარგი, დავემშვიდობოთ მაყურებლებს. დიდი მადლობა გიორგი, მადლობა ჩვენს მაყურებლებს, ვინც მოგყურებდა და მომავალ ორ შაბათამდე. ხვალ ნინოობაა და ნინოობა სულოცავს უკვე. ნინო, ოკეი, აი ხარ.